დაგიბრუნდით, ჩვენი მეორე სტუმარია თვითნასწავლი მხატვარი მია მაჭავარიანი. გამარჯობა მია, მოდი გაგვეცანი და შენ შესახებ მოგვიყევი. გამარჯობა, მე ვარ მია მაჭავარიანი, მე ვარ 17 წლის და მე ძალიან მიყვარს ხატვა თითქმის ბავშვობიდან, მაგრამ დავიწყე სერიოზულად ხატვა, როცა 10 წლის ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ხატავდი, ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ 10 წლის როცა ვიყავი, კლასის ნახატები დავინახე და ისეთი ლამაზები იყო, რომ გადავწყვიტე, რომ მეც ეგრე მინდა ხატვა და მინდოდა მაგის მერე უფრო კარგი გავხდე ხატვაში. მია, მე ვნახე შენი ესკიზები და მართლაც სერიოზული განაცხადი არის ამასაკის ბავშვმა გააკეთოს ასეთი ესკიზები, რომელიც როგორც რეჟისორმა შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ ბევრი რეჟისორისთვის იქნები აღმოჩენა და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი გადაცემაც. აი ეს ესკიზები ხატავ და ასევე ქმნი ესკიზებსაც, ხო? და ეს ექსპერიმენტი არის შენი თუ საიდან წამოვიდა ამ ესკიზების შექმნა? რატომ მოგინდა ესკიზების გაკეთება? არ ვიცი, ეს კი სკოლაში როცა ვარ, არ ვიცი, მე ისეთი ბავშვი ვარ, რომ სკოლაში როცა ვარ, ძალიან წყინს რა და უბრალოდ არ მიყვარს იქ ყოფნა. ესე იგი ხანდახან სანამ სკოლაში ვარ, ავიღებ ფურცელს, შევა ინგლისურის რაღაცა სხვის და ესე ჭღაბნი. ანუ გმირების სახით შეიძლება სიტუაციურად იყოს რაღაცა გმირი წარმოსახვითი, რომელსაც ქმნი, ხო, შემდეგ ესკიზის სახით. ხო, ხანდახან რაღაცა თავში მომივა და უბრალოდ მე შემეძლია ფურცელზე დავხატო და მე შეიძლება თუ მომინდება უფრო ნორმალურად გავწმინდო ნახატი, რომ დეტალები დავუმატო და მე ისეთი იყოს, როგორც მე მინდა. უფრო რა ფერებში გიყვარს მუშაობა? რა ფერებში? არ ვიცი, თან თბილი ფერებიც მიყვარს, თან ცივი ფერებიც. ანუ წინასწარ არ იცი, ხო? რას ხატავ, როგორ აკეთებ, ეს თვითონ თავისთავად მოდის ეს ყველაფერი. ხანდახან ისე, ხანდახან ასე არის. გასაგებია. მე შენთვის მაქვს ასეთი სიურპრიზი. დღეს ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ დიზაინერი ქალბატონი ლულუ სახამბერიძე, რომელიც შენ ესკიზზე შექმნის კოსტიუმს. ეხლა კი მინდა დავუზახოთ ქალბატონ ლულუს. დიდი მადლობა ქალბატონო ლულუ მობრძანებისთვის. მოგახსენებთ, რომ მია არის ახალი შანსის აღმოჩენა. მან არ იცოდა ამის თაობაზე და მინდა რომ პირადად თქვენ მას ორიოდე სიტყვა უთხრათ. შენი ესკიზების სახით იქნება აბსოლუტური სიახლე და შენს ესკიზებს მე ფრთებს შევასხამ და ყველაფერს გავაცოცხლებ ისე როგორც საჭიროა და ანუ გაფრთიანება იქნება. რასაკვირველია. თან მიხარია, თან ცოტა მეშინია. არ ვიცი, მე ყოველთვის ამ მორცხე ვიყავი და თითქმის არავის არ ვაჩვენებდი ჩემ ნახატებს და ეხლა მომიწევს, ესე იგი, ხო ცოტა საშიში არის, მაგრამ თან კი მიხარია. მე ერთი რამე ახასიათებს ამ სფეროს. შენ ხომ ვიზუალიზაციას აკეთებ და შენს გონებაში წარმოიდგენ მას, როგორია ჩანახატი, როგორი შეიძლება იყოს, როგორ ეცვას, რომ დადიოდეს ვიღაც ქუჩაში ამით. ეს არის პირველ რიგში, ხო? აი შემოქმედი ადამიანის, ხო და ეხლა წარმოიდგინე, რადგან შენ სამომავლოდ ესეც შესაძლებელია, შენ შექმნი, გააკეთებ და მე ისწავლა ეს საქმიანობას, რო კერვაც და შენ თვითონვე შექმნა კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში სანამ შენ ისწავლი, მე მოგცემ იმის შესაძლებლობას, რომ შენი ესკიზები გაცოცხლდეს და ქუჩაში იქნება, თეატრი იქნება, კინო იქნება, ჩვენება იქნება, რომ შენი გაცოცხლებული მოდელები იქნება სხვადასხვა ადამიანების ტანზე და იქნება ეს საოცარი სამოსი. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ დიდი მომავალი იქნება ამ საქმეს. ძალიან მადლობელი ვარ. მადლობა ქალბატონო ლულუ ამ სიურპრიზისთვის და მადლობა მია შენ რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში. დაგილოცავ ჩემო კარგო გზას და შენი სახელი მთელ სოფლიოს გაიგოს. გემშვიდობებით მიას ნახატების სკოლაში. იქნება შემდეგი.